დილამშვიდობის, მე დიმიტრი ვარ, შენ? ძალიან სასიამოვნოა. მოდი საინტერესო რაღაცაზე ვილაპარაკოთ. ნახე, მე თუ ვიღაცა უცხო სახელს დამიძახებს დაუშვათ გიორგის ან ნიკას, მე ამ სახელებზე არანაირი რეაქცია არ მექნება, იმიტომ რომ არანაირი ასოციაცია არ იქნება ამ სახელებს ჩემს იდენტობასთან. არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს ისინი ჩემთვის და არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია ამ სახელებს ჩემზე. ვიღაცა თუ მეტყვისო, რა გამხდარი ხარ ამ სიტყვებზე, მე დიდი ალბათობით გამეცნდება, იმიტომ რომ ამ სიტყვებს არანაირი სიმართლის ნატამალი არ გააჩნია ჩემთვის და არანაირად არ ასოცირდება ჩემს იდენტობასთან. ხვდები უკვე საითკენ მივდივარ, სიტყვები ეგრე მუშაობს და შეურაცხყოფები ორ შემთხვევაში გვტკენს გულს. იმ შემთხვევაში თუ უცხო ადამიანი გვეძახის ისეთ სახელს, რომელიც ჩვენთან არ ასოცირდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვიპასუხია ამ სახელისთვის. მაგალითად, საკუთარ ოთახში სარკესთან ან რაღაცაზე ფიქრის დროს. ან მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანს ვიცნობთ, ვენდობით და ეს ადამიანი მაინც არასწორ სახელს გვეძახის. ასე რომ შეეშვით ისეთ სახელებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა უქნარა, უღირსი, ზარმაცი, არაფრის მაქნისი, კაკი მასხარა და ასე შემდეგ. ჩამოყალიბდით საკუთარ იდენტობაში და იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. იცოდეთ რა სახელები გქვიათ და რა სახელებზე პასუხობთ. და მისცემთ უფლებას სხვა ადამიანებს და სამყაროს დაგერქვათ ისეთ სახელები, რომელიც თქვენს იდენტობასთან და პიროვნებასთან საერთოდ არ ასოცირდება.